ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე იზეიმეს. ბიძინაობა 2025-ის სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნა. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დააჯილდოვეს საპატიო ახმეტელებიც. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგეშვილი, გელა სამხარაული, ლევან მახაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აღინიშნება წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე. დღესაც ახმეტის მუნიციპალიტეტი საგანგებოდ მომზადებული შეხვდა ამ საყოველთაო დღესასწაულს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. მინდა ბიძინა ჩოლოყაშვილის მშობლიური მხარიდან მიულოცო დღევანდელი დღე კახეთს და სრულიად საქართველოს. ეს არის დიდი დღესასწაული ბიძინა, შალვა და ელიზბარი, რომლებიც საქართველოს ეკლესიას წმინდანად ყავს შერაცხული და ამავდროულად ეს არის დიდი საერო დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელიც წმენის და სამშობლოს სიყვარულით არის გამსჭვალული და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთ დიდ სიმბოლოს წარმოადგენს. ამიტომ ამას ყოველთვის კახეთში, საქართველოში და განსაკუთრებით ახმეტაში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ეს სახალხო ზეიმი დღეს აღინიშნება ისე როგორც ეს ამ ტრადიციით არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული.